აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ისლამში გადადიან, უკვე ძალიან ნანობენ ამას. და ამაზე კონტენტი ინტერნეტში ვრცელდება. და ალბათ შემეძლო მეთქვა, ხო გითხარით, გაგაფრთხილეთ. მაგრამ სამწუხაროდ ისინი არავინ გააფრთხილა. კარგი ამბავი ისაა, რომ ისინი უკვე იწყებენ იმის დანახვას, რას ნიშნავს ამ ყველაფრის ნაწილი იყო. მოდით ვუხუროთ, როგორ ნანობენ ეს ქალები თავიანთ სულელურ გადაწყვეტილებას. რატომ გაცვია ჰიჯაბი? ბევრად უკეთ გამოიყურები მის გარეშე. ვიცი. მართლა კარგად ვიცი ეს, მძულს. არაფერს ისე არ ვძულვარ, როგორც ჰიჯაბის ყოველდღე ტარება. იცი, როცა სახლიდან გავდივარ, ერთადერთი რაც მეფიქრება არის ფუ. იცი, როცა ქარი უბერავს და ასე ვარ, ერთადერთი რაც მეფიქრება არის ფუ. გულისხმობ კი, თუ სახეზე დიდ რაღაცას შემოიხვევ, ეს აუცილებლად გამაღიზიანებელი გახდება. მაგრამ კიდევ ერთხელ, დაბალი ინტელექტის გადაწყვეტილებაა, რომ შეუერთდე ასეთ რელიგიურ მოძრაობას, რომელიც ქალებს ასე ექცევა. დაბალი ინტელექტის გადაწყვეტილებაა. და ასევე დაბალი ინტელექტის გადაწყვეტილებაა, რომ არ იფიქრო ამის შედეგებზე. მაგალითად, რას ფიქრობ, როგორ იგრძნობ თავს, როცა სახეზე უზარმაზარ შარფს გაიხვევ? სახალისო, განმანათლებელი, ამაღელვებელი, არა. და კომფორტული. იცი, როდის გრძნობთ მის თავსაფრის ოდნავ მოძრაობას, მხოლოდ ის მეფიქრება, რომ ეს ძალიან შემაწუხებელია, თითქოს ამას ვერ გაუმკლავდები. ყოველ ჯერზე, როცა ვიღვიძებ და ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, რაღაც ძალიან სასაცილო მომაფიქრდა, მოდი TikTok-ზე ავატვირთო და მე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ თავსაფარი უნდა გამოვიღო. ფიქრობ, თავსაფარს იმიტომ ვატარებ, რომ ეს ჩემი ვალდებულებაა და სხვა მიზეზი არ მაქვს. მართლა არ მინდა ასე თქვა, მეგობრებო, რადგან გულწრფელად ვისურვებდი შემეძლოსა გამოვიდე და ვთქვა, თავსაფარს იმიტომ ვატარებ, რომ მის სილამაზეს ვხედავ და იმიტომ, რომ ეს და ეს მიზეზებია. თავსაფარს ვატარებ მხოლოდ იმიტომ, რომ მუსლიმი ქალი ვარ და ეს ვალდებულება ღმერთისგან მაქვს მოცემული. უნდა თქვა, რომ ამაში რაღაც განსაკუთრებულია, რომ ადამიანები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რასაც ღმერთი ეუბნება, უბრალოდ იმიტომ, რომ ღმერთმა ასე თქვა. ეს რაღაცა მხრივ კარგია, მრავალ ასპექტში. მაგრამ ასევე იცით, არ უნდა იცხოვროთ ისე, რომ უბრალოდ ბრმად აკეთოთ ის, რასაც გეუბნებიან. მხოლოდ იმიტომ, რომ გითხრეს ასე უნდა მოიქცეთ. ესეც არ არის კარგი რამ. ხალხმა ცოტა კითხვები უნდა დასვას, რა არის ეს ვალდებულებები და რატო ხარ მათგან ასე მოწყვეტილი თავიდან. გარდა იმისა, რომ უბრალოდ არაკომფორტულია. გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემზე თავდასხმა და ამ საზიზღარი სიტყვების თქმა. როგორ ფიქრობთ, გონიათ, რომ მე ყოველდღე ვუყურებ საკუთარ თავს და ვფიქრობ, იცით რა, ჰიჯაბს იმიტომ ვიხურავ, რომ უბრალოდ არარეალურად გამოვიყურები. თითქოს ჰიჯაბს იმიტომ ვიხურავ, რომ მასში ბევრად უკეთესად გამოვიყურები და სხვებმაც ასე უნდა იფიქრონ. მე ასე არ ვფიქრობ. მე მას იმიტომ ვატარებ, რომ ვაპირებდი მეთქვა, რომ არჩევანი არ მაქვს, ცხადია არჩევანი მაქვს, რადგან ვიცი, რომ ისლამოფობები ამას გამოიყენებენ და იტყვიან, რომ აი ხედავთ არჩევანი არ აქვთო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემსა და ღმერთს შორისაა. და მთელი TikTok-იც. ეს არჩევანია და მე არ ვაპირებ უარი უთხრა მას. ეს პირდაპირ ასეა, თითქოს ღმერთი მოდის შენთან რეალურ ცხოვრებაში და გეუბნება, იცია, მინდა რომ ეს გააკეთო ჩემთვის და შენ ბრუნდები და ეუბნები, კი ამას ვერ გავაკეთებ შენთვის, კი ამას არ გავაკეთებ. გეტყვი რატომ ეცინება? იმიტომ რომ ეს ვიდეო ძალიან ცუდად ბერდება, რადგან სიურპრიზი, აი მეორე ნაწილი. ამ ხალს აღარ უკეთია ჰიჯაბი, რადგან აღმოჩნდა, რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ მართლა იყო ყველაფერი. მას არ სურდა ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყო. მოდი ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ჯერ მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი, მე ვარ თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, რომ გაავრცელოთ ეს ვიდეო და გაუზიაროთ მეგობარს, რომელსაც სურს წინააღმდეგობა გაუწიოს ამ სიგიჟეს. და იქნებ სადღაც ამ გზაზე. შეუძლოთ ერთ-ერთი ამ სულელი გოგოს გადარჩენა მანიპულაციური ტყუილებისგან. უნდა ვისაუბროთ მედიკერაზე, რადგან თუ მედიკერიც არ გებლობთ, დაფიქრდით, როგორ აირჩიეთ თქვენი გეგმა. ვინმე შეგადარებინეთ ყველა ვარიანტი და დაგეხმარათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში თქვენი ექიმებისთვის, მედიკამენტებისთვის და საჭიროებებისთვის. თუ უბრალოდ რამდენიმე გეგმა მოგცეს და გითხრეს აირჩიეო. უმეტესობისთვის სამწუხაროდ ასეა. ამიტომ მინდა გიამბოთ ჩაფთერზე, რადგან ჩაფთერი განსხვავებულია. ისინი დამოუკიდებლები არიან და ერთადერთი მედიკერას მრჩევლები არიან, რომლებიც ადარებენ ყველა ხელმისაწვდომ გეგმას ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ იმ გეგმებს, რომლებიც მათთვის ყველაზე მომგებიანია. ისინი ამოწმებენ თქვენს ექიმებს, მედიკამენტებს და პრიორიტეტებს და შემდეგ გირჩევენ გეგმას, რომელიც ნამდვილად შეგეფერებათ. მათი მრჩევლები ხელფასზე არიან. ამიტომ ისინი ნამდვილად არ გიბიძგებენ კონკრეტული გეგმისკენ. ისინი იქ არიან, რომ დაგეხმარონ, სწორად აირჩიოთ. თუ უკვე სწორ გეგმაზე ხართ, გეტყვიან ამას. თუ არა, დაგეხმარებიან გადართვაში.
წინა წლის უფროსი ასაკის ადამიანებმა, რომლებმაც ჩაფთარის მეშვეობით გადაერთნენ, საშუალოდ $1000-ზე მეტი დაზოგეს. Სარი უფასოა, დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ. და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ. თუ ყავთ მშობელი, ბებია, ბაბუა ან საყვარელი ადამიანი, რომელიც მედიკერზეა, ამის ნახვა ნამდვილად ღირს. დარეკეთ ჩაპტერში ნომერზე 6 106 803 333 7. Მოდი დავიწყოთ ფულის დაზოგვა უკვე ახლა. ეს მხოლოდ ფულის დაზოგვაზე არ არის. ეს ასევე ეხება იმ ადამიანების დაცვას, ვინც გიყვართ ცუდი და სულეგური გადაწყვეტილებებისგან, იქნება ეს ფინანსებთან დაკავშირებული, თუ ისეთი მოძრაობაში ჩართვა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებთ. როგორც ამ გოგომ გაიგო, მე ეს უბრალოდ ძალიან სასაციოდ მეჩვენება. რომ ეს ვიდეო ახლა უკვე ატვირთულია, ის ვიდეო თან ვირუსული გახდა, სადაც ხო, რა თქმა უნდა. მისჩევნია, რამე სხვა გავაკეთო, ვიდრე ეს ვიდეო გადავიღო, მაგრამ მართლა ისეთ მენტალურ მდგომარეობაში ვარ, როგორშიც არასდროს ყოფილვარ და ეს ძალიან მაშინებს. ვიცი, რომ ეს ვიდეო ბევრ ადამიანს გააწბილებს. ვიცი, კომენტარები სავსე იქნება ფრაზებით, როგორიცაა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვიცოდი, რომ ის ყალბი მუსლიმი იყო. ხალხი ნამდვილად ამას იტყვის. ხალხი ნამდვილად იტყვის, რომ რელიგიას პოპულარობისთვის ვიყენებდი. იტყვიან, ვიცოდი, რომ ჰიჯაბს მოიხსნიდა და ასე შემდეგ. რეალურად უბრალოდ მომიწევს კომიტას კომენტარებს დავეთანხმო, რადგან მართლა ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ სერიოზულად გონებას ვკარგავ. მიყვარს მუსლიმი ის საზოგადოება, რომელიც ამ პლატფორმაზე შევქმენი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არასოდეს დავკარგავ იმ დების ერთობას, რაც შევქმენი. და გულწრფელად მთელი გულით ვაფასებ თითოეულ ადამიანს, ვინც ეს გზა ჩემთვის გაამარტივა, ვინც კარგი სიტყვები მითხრა, ვინც ჩემს გვერდით იყო, ვინც რჩევა მთხოვა, მეც რჩევა მივეცი მათ. მართლა ძალიან დიდი მადლობა. მიყვარს ის საზოგადოება, რომელიც შევქმენი, ყველაფერზე მეტად. მაგრამ შეცდომა დაუშვი. ძალიან მიყვარხართ, იმედი მაქვს მეგობრებად დარჩებით. აი პატარა სიახლე. ეგ მუსლიმური დაქალობის ამბები აღარ არსებობს. ნახვამდის, მორჩა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ გოგოს მიიღეს, იყო ის, რომ ძალიან მაგრამ ეხლა როცა ეს რაღაც მოიშორა, გონიათ, რომ დების სოლიდარობა დარჩება, არსად არ არის ეგ დების სოლიდარობა, გოგოებო, გეტყვით ამას. აქ დების სოლიდარობა არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არც ყოფილა დების სოლიდარობა. ეს იყო უბრალოდ სასარგებლო იდიოტების თანამშრომლობა. შენ იდიოტი ხარ, შენ გააკეთებ ჩვენთვის პროპაგანდას. იმიტომ რომ ზუსტად ისეთი გარეგნობა გაქვს, როგორიც ამისთვისაა საჭირო. შენ ხარ პირდაპირ ის, რაზეც ყოველთვის გვიოცნებია. მაგრამ თუ რამეს გააკეთებ, რაც ჩვენს პროპაგანდას არ გამოადგება, ნახვამდის, ხო. ის მალე დაკარგავს ამ დების სოლიდარობას. ამას გეტყვი ზუსტად. ძალიან მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რაც თქვენთვის შემიქმნია და რაც თქვენს შემიქმენით ჩემთვის. ისლამმა მართლა უკეთესობისკენ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ეს არის ის, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ყოველთვის მისი ნაწილი ვიქნები. თუ ვინმემ რამე უნდა წაიღოს ამ ვიდეოდან, გთხოვთ ეს იყოს ის, რომ მე ყოველთვის მუსლიმი ვიქნები. არ აქვს მნიშვნელობა, რას ნახავთ ჩემს პოსტებში. არა ისე თითქოს ვაპირებდე ჰარამი რაღაცების გამოქვეყნებას, მაგრამ თუნდაც ჰიჯაბის და მსგავსი რაღაცების გარეშე, მე ყოველთვის მუსლიმი ვიქნები. არ მისცეთ უფლება კომენტარებში ხალხს გითხრათ, რომ მე ვთქვი თითქოს აღარ ვარ მუსლიმი, რადგან ეს არასდროს მithქვამს და არც ვიტყვი. მე ყოველთვის მუსლიმი ვიქნები. ამის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად გრძნობ, რომ რწმენასთან ახლოს ვარ და ყველაზე მეტად დაკავშირებული ვარ ალლაჰთან, მაშინ, როცა ეს მხოლოდ ჩემსა და ალლას შორისაა. როცა პირველად მივიღე ისლამი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებში არ მithქვამს ეს და გულწრფელად ძალიან ვნანობ, რომ ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ვთქვი. ნანობ, რომ პირადად ჩემთვის უთხარი ხალხს, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ჩემმა ვიდეოებმა ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასე რომ არ ნანობ, რომ ისინი გამოვაქვეყნე. არ ვაპირებ მათ წაშლას, რადგან ვიცი, რომ ისინი ბევრ ადამიანს ეხმარება, მაგრამ ცოტა ხნით შევწყვეტ ისლამზე პოსტების დადებას, შეიძლება სამუდამოდაც, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი. საერთოდ ეგოისტი პატარა ბავშვი იყო, რომელიც ფიქრობდა, იცი რა, მე დავეხმარები ადამიანების манипуლირებაში, რომ ჩავაგდო ისინი ისეთ რამეში, რაც მათთვის ძალიან საშინელია. და როცა მივხვდი, რომ ეს ჩემთვისაც ძალიან საშინელია, დავიწყე დების თხოვნა, რომ დარჩენილიყვნენ. და მერე შევწყვეტ იმ რაღაცების კეთებას, რაც ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია, იმიტომ რომ იცი მართვა მინდა შევწყვიტო ის, რაც ჩემთვის არაკომფორტულია. და მერე ყოველთვის ვიქნები ამ პროპაგანდის მანქანის ნაწილი. იმიტომ რომ რატომაც არა, იმიტომ რომ ეს თითქოს კარგია ჩემთვის. გარდა იმისა, რომ სინამდვილეში ძალიან ცუდია ჩემთვის. მაგრამ ეხლა მაინც მინდა თავი ძალიან სექსუალურად და ლამაზად ვიგრძნო. სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ, როცა ნაგვის პარკივით ვარ ჩაცმული. ასე რომ ნაგვის პარკს გადავაგდებ, რადგან ეს ჩემთვის მაინც არ არის კარგი. მაგრამ შეიძლება შენთვის ძალიან კარგი იყოს. და იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ დარჩები ჩემი დებისწრის ნაწილი და იმედი მაქვს, რომ მოექცევი ისეთ რამეში, რაც შენთვის ძალიან ცუდი იქნება.
ხო, სწორად მიხდი. გესმის რა ხდება აქ. საწყალი, მაგრამ კარგი. დაე, მეტმა ადამიანმა ნახოს ეს. დაე, ბევრმა ადამიანმა იხილოს ეს და თქვას, რომ შენ ნამდვილად მუსლიმი არ ხარ. მაგრამ ამას გარდა, მათი თვალსაზრისით, ის ვერასდროს დატოვებს მუსლიმობას. და სხვათა შორის, თუ ოდესმე ავა და საჯაროდ განაცხადებს, რომ დატოვა, მას განდგომილად ჩათვლიან. იცი ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა წავიდნენ. ამიტომ არ უნდა გააკეთოს ეს. საკუთარი უსაფრთხოებისთვის არასდროს უნდა ავიდეს და საჯაროდ განაცხადოს. მაგრამ მან გააცნობიერა, რომ როგორც კი ინტერნეტში გამოჩნდა და დაიწყო საუბარი ამ მოძრაობის წევრობაზე, ყველაფერი დასრულდა. მათ მისი სული დაისაკუთრეს, მას მოპარეს. ის ვეღარასდროს დაბრუნდება აქედან. და ეხლა ის პირდაპირ საფრთხეში აგდებს საკურს იწუთარ სიცოცხლეს იმ გადაწყვეტილებით, რომ აღარ სურს თავსაფრის ტარება. დაივიწყე ეს ხალბი მეგობრობები. მას აღარ სურს თავსაფრის ტარება და ეხლა ის ისლამისტური მოძრაობის დიდ მოღალატედ ჩაითვლება. როგორც არ უნდა იყოს, კარგია რომ ხალხი ბოლოს და ბოლოს ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს მათთვის არ არის. რა თქმა უნდა, ის ვერ უარყოფს ამას საჯაროდ, რადგან მაშინ ძალიან დიდ პრობლემაში აღმოჩნდება. მაგრამ ეს არის ის რაც ხდება, როცა სასარგებლო იდიოტი ხარ. აი ეს ხდება. უნდა თქვა, პირადად მე მგონია, რომ ჰიჯაბში ცოტა უკეთ გამოიყურებოდა. მაგრამ არავის უკითხავს და არც არასდროს კითხავს. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.